ირანმა დონალდ ტრამპისგან საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვა ირანის დელეგაციის წარმომადგენლების მიმართ პირადი მუქარის გამო. გუშინდელი მოლაპარაკებები აშშ-სა და ირანს შორის ხმაურიანი სკანდალით დასრულდა, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო ირანის დელეგაციის წარმომადგენლებთან პირადად დარეკვა და დაემუქრა, რომ ისინი სახლში აღარ დაბრუნდებოდნენ თუ მას დათმობაზე არ წაუვიდოდნენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დონალდ ტრამპმა განაცხადა, ნებისმიერ ფასად გაანადგურებს ირანს, თუ ირანელები არ გახსნიან ჰორმუზის სრუტეს. სრუტეს და ამ სრუტეს პირადად ამერიკის პრეზიდენტს არ გადასცემ. თვითონ ტრამპმა მოგვიანებით Fox News-ის ეთერში დაიკვესნა, რომ დიახ, მართლაც პირადად განუცხადა ეს ირანელ მომაპარაკებლებს. რომ ციტატა დახურეთ სრუტე და თქვენ აღარ გექნებათ ქვეყანა. ვერც კი დაბრუნდებით თქვენს წყეულ ქვეყანაში ამის შემდეგ. ირანელებმა მაშინ განაცხადეს, რომ ამას არ მოითმენენ და საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. მაგრამ ამით ტრამპი არ გაჩერებულა და დაიწყო მუქარა უკვე ირანის პრეზიდენტის მიმართ. აცხადებდა, რომ მას ჯობს სიტყვებს ყურადღება მიაქციოს. პასუხად ირანელებმა განაცხადეს, რომ ტრამპის მუქარები უკვე დიდი ხანი აღარ მუშაობს და ჯობს ასეთ მუქარებით თავი არ შეირწყვინოს. ამასთანავე იმ დროს სანამ მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, მოლაპარაკებებმა ჩიხში შეიყვანეს თავიანთი მოლაპარაკებები. ორივე მხარე მაინც მოახერხა განაცხადოს, რომ ირანული ნავთობის სანქციების მოხსნის საკითხში შეთანხმებას მაინც მიაღწიეს. ისევე როგორც სხვათა შორის ირანული აქტივების გამბლოკვის საკითხშიც არის პროგრესი. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ახლა ერთად დავაანალიზოთ ამერიკულ და ირანულ დელეგაციებს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი შედეგები, რომლებიც გუშინ შვეიცარიაში გაიმართა. და რა თქმა უნდა განვიხილავთ ამერიკის პრეზიდენტის საკმაოდ უცნაურ ქცევას. იმ დროს, როცა მისი ვიცე-პრეზიდენტი მაინც ცდილობდა როგორმე დაემყარებინა დიალოგი ირანელებთან იმ 60 დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სანამ დავიწყებთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. და გამოიწერეთ ასევე ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი, ბმული ახტერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი მივიღებთ. ვაშასე, პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის თითქმის ჩაიშალა ჯერ კიდევ დაცხებამდე. და სანამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, Steve Witkoff-თან და Jared Kushner-თან ერთად ცდილობდნენ მოლაპარაკებების წარმართვას, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ვერ შეიკავა თავი, აფეთქდა და დაიწყო ირანის დელეგატებისთვის მუქარის ზარები. კარგად წარმომიდგენია, როგორ მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები. და ამ დროს ტრამპი იწყებს ირანელების მისამართით მუქარების გაჟღერებას. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში შეუძლია არმუზის სრუტე საკუთარ კონტროლზე აიყვანოს, თუ ვერ შეძლებენ ირანთან შეთანხმების მიღწევას. და მოლაპარაკებებს შვეიცარიაში მყოფ ირანის დელეგაციას დაემუქრა. თან ტრამპი სულ უფრო მეტად კარგავდა კონტროლს. სანამ ვენსი, ვიტკოვი და კუშნერი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ტრამპმა Fox News-ის ტელეარხზე დარეკა და პირდაპირ ეთერში განაცხადა, ციტატა შესაძლოა ჩვენ ავიღოთ არმუზის სრუტე ჩვენს კონტროლქვეშ. თუ საჭირო იქნება. თუ ისინი შეთანხმებაზე არ წამოვლენ, ჩვენ გავწესებთ გადასახადს სრუტეში გალვაზე. მოგვიანებით იგივე ტრამპმა დაამატა, რომ აშშ-ში შეიძლება გახდეს არმუზის სრუტის მფარველი ანგელოზი, როგორც თავად თქვა, და დაიწყოს არა მხოლოდ გადასახადის დაწესება გემების არმუზის სრუტეში გალვაზე, არამედ, ციტატა, წაიღოს გადატანილი ნავთობის 20% თავისთვის. ეს ტრამპის პასუხია ირანის გეგმებზე, რომელიც აპირებს დააწესოს გადასახადი გემების არმუზის სრუტეში გალვაზე. ამავე დროს შაბათს ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა სრუტის დახურვის შესახებ. ლიბანში ჰიზბალასა და ისრაელს შორის განახლებული საბრძოლო მოქმედებების გამო, რასაც ირანელებმა მოლაპარაკებების პირველი პირობა უწოდეს. ანუ ლიბანში ომი უნდა შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება. შედეგად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირადად უთხრა ირანის წარმომადგენლებს, ციტატა დახურეთ სრუტე და ქვეყანას დაკარგავთ. თქვენ ვერც კი დაბრუნდებით თქვენს წყეულ ქვეყანაში. მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არის. და მაშინ ტრამპი ირანელებზე კიდევ უფრო გაბრაზდა ჰეზბოლას მებრძოლების გამო ლიბანში, რომლებიც საერთოდ არღვევენ ისრაელთან ზავს და ამით არღვევენ მემორანდუმს აშშ-სა და ირანს შორის. შემდეგ კიდევ ერთი ციტატა ტრამპისგან. ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს თავისი მაღალანაზღაურებადი მარიონეტები ლიბანში პრობლემების შექმნისგან. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ კიდევ ერთხელ ძლიერად დავავტყამთ ირანს. ისევე როგორც გასულ კვირას, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად.
გარდა ამისა, ტრამპმა მოუწოდა ირანის პრეზიდენტ მასუდ პაზიშკიანს სიტყვები ფრთხილად შეარჩიოს. მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ირანი თითქოს არ აპირებს საერთოდ უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე. და აი ამის შემდეგ ირანის დელეგაციამ გამოხატა პროტესტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დატოვა შეხვედრის ადგილი შვეიცარიაში. ირანელებმა განაცხადეს, რომ თვლიან ამერიკის პრეზიდენტის ქცევა არ ღვევს აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც მხარეები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ მუქარისგან. მართლა ასე იყო აღნიშნული, მაგრამ ტრამპმა ისევ დაიწყო მუქარა. შედეგად, ირანის დელეგაცია მოლაპარაკებებიდან გავიდა, მართლაც აიღო პაუზა, მოითათბირა და პრესასთან გამოსვლისას ამერიკელ მოლაპარაკებლებთან მოითხოვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოდიში მოუხადოს მათ მუქარისთვის. უცნობია ბოდიში მოუხადა თუ არა დონალდ ტრამპმა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაგრძელდა, რადგან ისინი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ირანისთვის, ეს უნდა ვაღიაროთ. მეორე მხრივ, მოლაპარაკებებში პაუზამ ირანელებს კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემცირებინათ. აგიხსნით რატომ. ირანის მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამად ბაგირ ღალიბაფი თათბირის შემდეგ, მოლაპარაკებებში ამ პაუზის შემდეგ გამოვიდა და განაცხადა, ციტატა: "ნუ თუ ისინი არასდროს ფიქრობენ იმაზე, რომ მათი მუქარები თუ მართლა მუშაობდა, ასეთ სასოწარკვეთილებამდე არ მივიდოდნენ, ჩვენ საერთოდ არ ვიძახთ ამერიკელების მუქარებს სერიოზულად. მათ ჯობია სიტყვები ფრთხილად შეარჩიონ. ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან სხვანაირად უპასუხონ მათ. რამდენიც არ უნდა ელაპარაკონ, სწორედ ჩვენ ვიმოქმედებთ." საინტერესოა, რომ სანამ ტრამპი ამ მუქარებს ისროდა, Fox News-ზე რეკავდა პირდაპირ ეთერში ღია ინტერვიუს აძლევდა და ყვებოდა, როგორ აპირებდა ჰორმუზის სრუტის დაპყრობას. ზუსტად ამ დროს მისი ვიცე-პრეზიდენტი JD Vance და მისი წარმომადგენლები უიტკოვი და კუშნერი, რომლებიც შვეიცარიის ბიურგენშტოკში იმყოფებოდნენ, აცხადებდნენ, რომ აშშ მაინც აიღო ვალდებულება, მიეღწია რეგიონში სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის. და კიდევ JD Vance ამტკიცებდა, რომ ტრამპმა სთხოვა ირანელებისთვის გადაეცა, რომ აშშ მზად არის ფუნდამენტურად შეცვალოს ურთიერთობები ირანთან და რეგიონში თითქმის საუკეთესო მეგობრებად იქცეს. ამ ფონზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც ცნობილია ირანის მიმართ კაცრი ხაზის მხარდამჭერად და თავად ტრამპის მხარდამჭერად, გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა ორმუზის სრუტის კონტროლის აღების შესახებ. თუ ირანელებთან დიპლომატიური ძალისხმევა წარუმატებელი იქნება. მაგრამ ლინდსი გრემმა ფაქტობრივად კიდევ უფრო გაამძაფრა დონალდ ტრამპის სიტყვები და ისინი ასე ჟღერდა. შემდეგ ციტატა. მოდით ვცადოთ დიპლომატიური გადაწყვეტა. ვფიქრობ ეს ვერ იმუშავებს. შემდეგ რა მოხდება? პარასკევს 4 საათიდან 9:30 გავატარე პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. აი რას ვფიქრობ? შემდეგ რა მოხდება? თუ ეს შეთანხმება ჩავარდება, პრეზიდენტი ტრამპი ძალის გამოყენებით აიღებს ჰორმუზის სრუტეს. შეერთებული შტატები გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ყველას, ვინც სრუტეში გაივლის, ოპერაციის ხარჯების დასაფარად გადასახადს დავაკისრებთ და 2026 კალენდარულ წელს აბრაამის შეთანხმებებს გავაფართოებთ. საუდის არაბეთს აბრაამის შეთანხმებებში ჩავთავთ, რაც შუა აღმოსავლეთში ბოლო 5000 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილება იქნება. და თუ ირანი შეეცდება ჰორმუზის სრუტეზე შეერთებული შტატების კონტროლის გაპროტესტებას, ჩვენ მათ გავანადგურებთ. ამიტომ ყველა მსმენელს ვეუბნები, თუ ეს დიპლომატიური ცდელობა ვერ გაამართლებს, პრეზიდენტი ტრამპი ჰორმუზის სრუტეს აიღებს კონტროლზე. ჩვენ მართავთ მას. ჩვენ ვეცდებით საუდის არაბეთი შევიყვანოთ აბრაამის შეთანხმებებში, რათა 2026 წელს დასრულდეს არაბულ-ისრაელის კონფლიქტი. და თუ ირანი გააგრძელებს ისრაელსა და ლიბანზე თავდასხმებს, ახალი პოლიტიკა იქნება ის, რომ ირანს დავარტყამთ. ამიტომ ირანელებო, თუ გესმით, როცა ჰეზბოლას იქენებთ ისრაელზე თავდასასმელად, ფიქრობ ახალი პოლიტიკა იქნება ის, რომ ირანს დავარტყამთ. მაგრამ მიუხედავად ამ საჯარო ურთიერთმუქარებისა, მოლაპარაკებები მაინც შედგა. უფრო ზუსტად, მოლაპარაკებების პირველი ეტაპი, პირველი რაუნდი მაინც შედგა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი განხილული საკითხი იყო კონფლიქტების პრევენციის მექანიზმები ლიბანში და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა. ჰეზბოლასა და ისრაელის ჯარებს შორის სამხრეთ ლიბანში შეტაკებების ფონზე და როგორც მეგიამბე წინა გამოშვებაში ამ YouTube არხზე, ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები, ასევე ჰეზბოლასაც კი ამ მოლაპარაკებებზე არ მიუწევიათ. ფაქტობრივად, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ლიბანში ომზე იყო კონცენტრირებული, მაგრამ ამ ომს სრულიად იმ ომის მონაწილეების გარეშე წყვეტდნენ.
გარდა ამისა, მოასწრეს მომავალი ბირთვული შეთანხმების ელემენტების განხილვაც, მაგრამ როგორც წყაროები ამბობენ, ძალიან ზედაპირულად, რადგან ამ ეტაპზე სხვა საკითხებს განხილავენ. შეეხნენ ხოდმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხს და რა თქმა უნდა განიხილებოდა სანქციებისა და გატინული ირანული აქტივების თემა. ერთი მხრივ ირანულმა მედიამ უკვე განაცხადა, რომ მხარეებმა დაასრულეს დროებითი შეთანხმების პროექტის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს ირანის გათავისუფლებას აშშ-ის სანქციებისგან ირანულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ჰოსეინ გარბანზადე, რომელიც ირანული დელეგაციის ეკონომიკის ექსპერტია, აცხადებს, რომ სანქციებისგან გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში განხორციელებისთვის გადაიგზავნება. მოკლედ, სანქციებზე შეთანხმდნენ, ეხლა მხოლოდ მექანიზმის ამუშავება და როგორც ამას ეძახიან, ირანული ნავთობის გადაზიდვებზე ლიცენზირების აღდგენა დარჩა. მან დაადასტურა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს ირანული აქტივების გამბლოკვის საკითხი. მერე რა ხდება? საინტერესოა, რომ გარბანზადემ დაამატა მემორანდუმის სხვა პუნქტები აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების შესახებ რეალიზაციის ეტაპზე არ გადავა. მანამ სანამ ლიბანში ომის დასრულების საკითხი არ გადაწყდება და მანამ სანამ ისრაელი ლიბანიდან თავის ჯარებს არ გაიყვანს, რასაც ისრაელი არ აპირებს. მაგრამ რაც შეეხება სანქციების მოხსნასა და ირანის აქტივების გამბლოკვას, აქ შეიძლება პრინციპში ლიბანში ომიც აიტანონ და თვალი დახუჭონ ამაზე. და აი ამ პუნქტებს ამბობთ ჩვენ შეგვიძლია ვანახორციელოთ. კი, თუნდაც ჰიზბოლამ და ისრაელმა დარტყმები გაცვალონ, აი დანარჩენი არაფრთ არ შეიძლება. და ჯერჯერობით ამერიკელები ამას ეთანხმებიან. მეორე მხრივ შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრი კრისტოფერ რაიტი. მხარე მინისტრმა დაიწყო დათმობების მნიშვნელობის შემცირება და მოუწოდა ყველას, როგორც თავად აღნიშნა, არ გადააფასონ დათმობების მასშტაბი. მან შეახსენა, რომ ირანი წლების განმავლობაში მაინც უვლიდა სანქციების გვერდს, ამიტომ მათი მოხსნა ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. შემდეგ მოხავს კრისტოფერ რაიტის ციტატა. ირანელები ბოლო 47 წლის უმეტეს ნაწილში ყიდნენ ნავთობს. ყველაფერი, რასაც ისინი ახლა იღებენ, უბრალოდ ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობა. უბრალოდ რა მოხდა? უბრალოდ მილიარდობით დოლარის შოვნა ნავთობის გაყიდვით. სულ ესა. ესეთი წვრილმანი. ბოდიში ციტირებას გავაგრძელებ. სამაგიეროდ ამ ორ თვეში დაუმტკიცეთ, რომ შეგვიძლია მათი ნავთობის გაყიდვა სრულად შევწყვიტოთ. ერთ წვეთამდეც კი. და ეს მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტია. ეხლა სიტუაცია ძონდომარეობას დაუბრუნდება, მაგრამ ისინი თავიანთ სხვა სახსრებს აღარ დაიბრუნებენ. მათი საკუთარი გაკინული აქტივები არ განიბლოკება, სანამ ბირთვულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი და დადასტურებადი პროგრესი არ იქნება მიღწეული. ირანელებს მოლაპარაკებებზე აღარ აქვთ ის ბერკეტები, რაც ადრე ყოველთვის ჰქონდათ. კონკრეტულად რომლები რაიტმა გადაწყვიტა არ დააკონკრეტოს. ეხლა კი მოსაოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის კატარისა და პაკისტანის შუამავლობით მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებების ნაწილი დღეს დასრულდება. ჯეიდი ვენსი, ვიტკოვი და კუშნერი დაბრუნდებიან შეერთებულ შტატებში. აი ტექნიკული ჯგუფები ალბათ შვეიცარიაში დარჩებიან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. თუ რა თქმა უნდა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ არ გააკეთეთ უცნაურ განცხადებას, აქ წერტილებს დავაკენებ. მეგობრებო, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიცდეთ მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ყველა ბმული და რეკვიზიტი თუ როგორ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე გეტყვით, რომ სპეციალურად თქვენთვის შევქმნი დახურული საზოგადოება Patchy Insight, სადაც თქვენთან ერთად პატარა წრეში ვსაუბრობთ გარკვეულ თემებზე, რომლებიც აქ YouTube-ზე არ განიხილება. იქ არ არის თვითცენზურა, იქ თქვენთან ერთად ვითადბირებ იმ თემებზე, რომლებიც შეგვიძლია განვიხილოთ ამ YouTube არხზე. და იქვე პასუხობ თქვენს პირად კითხვებზე. ამიტომ დახურული საზოგადოების ბული მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ. ამით დასრულდა იზრუნეთ საფუთახ თავზე. ყველას ნახვამდის.